მიხეილ ყაველაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ დანიშნული მოსამართლის გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვისა და კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების გარანტი. ფიცის დადებას პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეების ესწრებოდნენ. Ატომ გიორგის ულოცავ ახალგაზრდა ადამიანს, ახალგაზრდა კაცს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობას, დიდი პასუხისმგებლობაა. მეც დაახლოებით 1 წლის წინ დავდე ფიცი ღვთისა და ერის წინაშე, რომ დავიცავდი კონსტიტუციას. ეს არის ჩვენი ძირითადი უზენაესი კანონი, რომელსაც ჩვენგან გამომდინარე და თითოეული მოქალაქე საქართველოსი უნდა უფრთხილდებოდეთ, ხედავთ გარშემო სიტუაციას, გამოწვევებს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კანონთან მიმართებაში თითოეული ინსტიტუციის და ასევე თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება. ხედავთ როგორი შემოტევებია და პირდაპირ მნიშვნელობით კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, ამიტომაც იმ ადამიანებს, ვისაც ხელგვეწიფება, რომ დავიცვათ პირველ რიგში სახელმწიფოს დაცვა პირველ რიგში ნიშნავს კონსტიტუციის დაცვას. ნებისმიერი იურისტისთვის ეს არის უმაღლესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის მწვერვალი იურიდიული საქმიანობისთვის და რაც თავისთავად გულისხმობს თავის თავში, რომ ამ პატივს და ამ ტვირთს შესაბამისი ტარებაც უნდა წელს აღნიშნავს ჩვენი კონსტიტუციის მიღების 30 წლის იუბილეს და ამ ხრივაც განსაკუთრებული წელია ჩვენთვის, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ ის კონსტიტუციური საფუძვლები, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ბატონო გიორგი და გისურვებთ წარმატებებს ამ რთულ საპატიო, საპასუხისმგებლო საქმიანობაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება ფიცის დადების მომენტიდან. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილის გამოცხადებული დობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ვიყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. მე ყველაფერს გავაკეთებ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან ერთად, ჩემი წვლილი და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში.